მოგესალმებით ნინიას სახელოსნოდან, მე ვარ მისი წამყვანი ნინია აბაშიძე. ვინც პირველად მოხვდით ამ არხზე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გეტყვით, რომ ამ არხის საშუალებით შეგიძლიათ სრულიად უფასოდ შეისწავლოთ ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება. დაეუფლოთ ხელსაქმეს და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს ხელსაქმე გახდეს თქვენი შემოსავლის წყარო. ასე რომ გვიყურეთ და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ასევე გააქტიურეთ ხმოვანი სიგნალი, რათა პირველმა შეიტყოთ ჩვენი სიახლეების შესახებ. დღევანდელი მასტერკლასი მინდა დაუთმო სწორედ აი ამ ფისოს დამზადებას. მასალად ჩვენ დაგვჭირდება ნემსი, შავი ფერის ძაფი და სამ ფერში ბისერი, შავი, ვარდისფერი და მწვანე. ნემსზე ავაგოთ ძაფი და შეუდგეთ დამზადებას. დაგვჭირდება ერთი შავი ბისერი, ჩაუშვათ ქვევით და ბოლოში გადავკვანძოთ. შემდეგ ვატარებთ ბისერში ვაგებთ ერთ შავ ბისერს, ჩაუშვათ, აი ეს ძაფი დავტოვოთ ქვევით და ვატარებთ საწინააღმდეგო მიმართულებით. ვინაცვლებ მეორე ბისერში და ვაგრძელებთ ქსოვას. ვაგებ ისევ შავ ბისერს. პირველ რიგზე დამჭირდება 7 შავი ბისერი და ვატარებ აი ზევიდან ქვევით მიმართულებით, ანუ საწინააღმდეგო მიმართულებით. შემდეგ ისევ ავდივარ ახალ ბისერში და ვამატებთ ახალ ერთ შავ ბისერს. ვინაცვლებ ისევ ახალ ბისერში, კვლავ ერთი შავი ბისერი და ვატარებთ საწინააღმდეგო მიმართულებით. ვბრუნდები ახალ ბისერში ქვევიდან ზევით, ვატარებ საწინააღმდეგო მიმართულებით, ვბრუნდები ახალ ბისერში და ბოლო მეშვიდე ბისერი. ქსოვა იგივეა, რაც წინა გაკვეთილებში ვისწავლეთ. ავდივარ ბოლო ბისერში და ვიწყებთ მეორე რიგის ამოქსოვას. ამ რიგზე დამჭირდება 4 შავი ბისერი, 2 ვარდისფერი და 1 შავი ბისერი. ვიწყებთ 2 შავი ბისერით და ვაგებთ პირველ ძაფში. ვატარებთ მეორე ბისერში. ვაგრძელებთ შავი ბისერით ამოქსოვას. ოთხი შავი ბისერის შემდეგ დაგვჭირდება ერთი ვარდისფერი ბისერი. ისევ ვარდისფერი ბისერი. და ბოლოს ერთი შავი ბისერი. შემოვატრიალოთ და გავაგრძელოთ მორიგი რიგის ამოქსოვა. მესამე რიგზე დამჭირდება ერთი შავი, ერთი ვარდისფერი, ერთი შავი, 2 მწვანე და 2 შავი ბისერი. ვიწყებთ ერთი შავი ბისერით.
შემდეგ ვაგებთ ერთ ვარდისფერ ბისერს. ისევ შავი ბისერი. მწვანე ბისერი. შავი. და ბოლო შავ ბისერს ვატარებთ აი ამ ორ ბისერს შორის არსებულ ძაბში. მოვჭიმოთ, შემოვატრიალოთ და გავაგრძელოთ. ეხლა ამ რიგზე დაგვჭირდება ორი შავი, ერთი მწვანე, ერთი შავი, ერთი მწვანე და ორი შავი ბისერი. ვიწყებთ ორი შავი ბისერით. შემდეგ ვაგებთ ერთ მწვანე ბისერს. შავი. მწვანე. ეხლა მოგხსოვდეთ. შავი. და ბოლო შავი ბისერი. შემოვატრიალოთ და გავაგრძელოთ. ეხლა დაგვჭირდება ორი შავი, ორი მწვანე და ორი შავი ბისერი. ვიწყებთ ერთი შავი ბისერით. მწვანე. შავი. შემოვატრიალოთ და გავაგრძელოთ. ამ რიგზე დაგვჭირდება ერთი შავი, ერთი ვარდისფერი და ხუთი შავი ბისერი. ავაგოთ ერთი შავი და ერთი ვარდისფერი ბისერი. გავატაროთ პირველ ძაბში. შემდეგ ვაგებთ შავ ბისერს. ბოლო მეხუთე ბისერს ვატარებთ აი ამ ორ ბისერს შორის არსებულ ძაბში. შემოვატრიალოთ და გავაგრძელოთ. ეხლა დაგვჭირდება ორი შავი, ორი მწვანე და ორი შავი ბისერი. ვიწყებთ ერთი შავი ბისერით. მწვანე. შავი. შემოვატრიალოთ. ეხლა დაგვჭირდება ორი შავი, ერთი მწვანე, ერთი შავი, ერთი მწვანე და ორი შავი ბისერი. ვიწყებთ ორი შავი ბისერით. მწვანე. შავი. მწვანე. შავი. შავი. შემოვატრიალოთ და გავაგრძელოთ. ეხლა დაგვჭირდება ერთი შავი,
ვარდისფერი, შავი, 2 მწვანე და 2 შავი ბისერი. ავაგოთ 1 შავი და 1 ვარდისფერი ბისერი და გავატაროთ პირველ ძაბში. შავი, მწვანე, შავი, შემოვატრიალოთ, ვაგრძელებთ. ეხლა გვჭირდება 4 შავი, 2 ვარდისფერი, 1 შავი ბისერი. ვიწყებთ 1 შავი ბისერით. ვაგებთ 1 ვარდისფერს, და ბოლოს 1 შავი ბისერი. ვაგებთ აი ამ 2 ბისერს შორის არსებულ ძაბში. შემოვატრიალოთ და ვაგრძელებთ. დაგვრჩა ბოლო რიგი. ბოლო რიგზე დაგჭირდება 7 შავი ბისერი და ვიწყებთ 2 შავი ბისერით ამოქცევას. მეშვიდე, ანუ ბოლო ბისერს ვაგებთ ეხლა. ეხლა ვინაცვლებთ აი ამ გვერდით მდებარე ბისერში. ჩამაგრებას ვახდენთ. ავდივართ ისევ პირველ ბისერში და აი ამ ძაბში გადავკვანძავ რამოდენიმეჯერ. ზედმეტი ძაფი მივაჭრათ ძირზე. აი ესეც ჩვენი ფისო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრელოკად, აი ამ ბისერზე ავაგებთ ბრელოკის საკითხს, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სამაჯურად, გვერდით გავუკეთებთ თასმებს და ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ საყურე. იმედია მოგეწონათ ეს გაკვეთილი, ჩემი თხოვნაა მოიწონოთ ვიდეო და მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.